მოგესალმებით, ეთერშია გურიის ახალი ამბები, მე თამთადოლიძე ვარ. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა სოფლის განვითარების სააგენტოს პროექტების მართვისა და ტექნიკური დახმარების დეპარტამენტის მოქმედი უფროსი დააკავა. საგამოძიებო უწყების განცხადებით ბრალდებული პირადი ქონებრივი სარგებლის მიღების მიზნით აქტიურად იყო ჩართული ორგანიზებული ჯგუფის დანაშაულებრივ საქმიანობაში. აღნიშნულ დანაშაულზე 2025 წლის 18 ივლისს სასოფლო სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გაცემული გრანტების ჯამში 826.815 ლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე უკვე დაკავებულია 11 პირი. სწორედ ამავე საქმეზე მოხდა დღევანდელი დაკავებაც. ამასთან საგამოძიებო უწყებაში განმარტეს, რომ სახელმწიფოზე მიყენებული ზიანის ანაზღაურების უზრუნველსაყოფად დაყადაღებული იქნა ბრალდებულისა და მასთან კავშირში მყოფი პირების სახელზე რიცხული დიოდენობით ქონება და საბანკო ანგარიშები. გამოძიებით დადგენილია, რომ 2021-2024 წლებში ბრალდებულებმა გრანტების მისაღებად სხვადასხვა ბენეფიციარის სახელით არაერთხელ მიმართეს სოფლის განვითარების სააგენტოს და წარუდგინეს ყალბი ინვოისები, სასაქონლო ზედნადებები, ტექნიკის მიღება-ჩაბარების აქტები და აუდიტორული დასკვნები. წარდგენილი ყალბი დოკუმენტების საფუძველზე სააგენტო ბრალდებულებს მათივე მფლობელობაში არსებულ საბანკო ანგარიშებზე ჩაურიცხა სასოფლო სამეურნეო ტექნიკის შესაძენად გამოყოფილი თანადაფინანსების თანხა 826.815 ლარის ოდენობით. სახელმწიფოზე მიყენებული ზიანის ანაზღაურების უზრუნველსაყოფად დაყადაღებული იქნა ბრალდებულისა და მასთან კავშირში მყოფი პირების სახელზე რიცხული დიდი ოდენობით ქონება და საბანკო ანგარიშები. ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობას, პროგრესსა და გამოწვევებს გურიაში ეცნობა. საჯავახო ჩოხატაური ოზურგეთი ქობულეთის საავტომობილო გზის 7 კილომეტრიანი მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ადგილზე გაეცნო. რეაბილიტაცია უტარდება გზის სავალ ნაწილს, განახლდება ასფალტის საფარი, მოეწყობა რკინა-ბეტონის კიუვეტები, წყალგამტარი მილები, გაბიონის საყრდენი კედლები, ტროტუარები, მიერთებები, ადგილობრივი მოსახლეობის ეზოებში შესასვლელები, ავტობუსის გასაჩერებელი მოედანი და საგზაო ნიშნები. პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან 7.9 მილიონი ლარით ფინანსდება. სამუშაოების დასრულება მიმდინარე წლის აგვისტოში იგეგმება. ასევე სამტრედია გრიგოლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის მესამე 12 კილომეტრიან მონაკვეთზე მშენებლობა აქტიურად გრძელდება. უკვე დასრულებულია ქვის სვეტებისა და სადრენაჟე ფენის მოწყობა. მიმდინარეობს გზის საფარის და სახიდან ნაგებობების მოწყობა. გზის ეს მონაკვეთი ლანჩხუთსა და მის სოფლებს აულის გვერდს. მშენებლობა ევროპის საინვესტიციო ბანკისგან მიღებული სესხის ფარგლებში 324 მილიონი ლარით ფინანსდება. ყოფებოდით ავტომაგისტრალზე, სადაც გრიგოლეთი ქობულეთის მონაკვეთზე სამწუხაროდ ასევე კონტრაქტორმა არ შეასრულა თავისზე დაკისრებული ვალდებულებები და ეს კონტრაქტიც შეწყდა. შესაბამისად, ჩვენ აქტიურად მუშაობთ, რომ უკვე ახალი კონტრაქტის ფარგლებში განახლდეს სამუშაოები და წელს უკვე მოვასწროთ აღნიშნული პროექტის დასრულება. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 4 ოქტომბერს გაიმართება და ქვეყნის მასშტაბით ამომრჩეველი მერებს და საკრებულოს წევრებს აირჩევს. საოლქო კომისიები უკვე ემზადებიან. არჩევნები კვლავ ელექტრონული წესით ჩატარდება. ამჯერად 3 ბიულეტენის ნაცვლად ამომრჩეველს მხოლოდ ერთიანი ელექტრონული ბიულეტენი დახვდება. რამოდენიმე დღეში ჩვენ აქტიურად შევალთ წინასაარჩევნო პროცესში, ანუ ოფიციალურად გამოცხადდება არჩევნები და სწორედ არჩევნების გამოცხადების დღიდან დაიწყება ვადების ათვლაც, ხო? ჩვენ შემთხვევაში ეს მოუწევს 5 აგვისტოს. პირველ რიგში დამოუკიდებლად ვისაც სურს, ანუ საინიციატივო ჯგუფების რეგისტრაციით ვიწყებთ ჩვენ და მათ არჩევნებამდე არაუგვიანეს 57 დღისა და ჩვენ შემთხვევაში 18 აგვისტო იქნება ეს, უნდა მომართონ საოლქო საარჩევნო კომისიას რეგისტრაციის მიზნით, შემდეგ მათ გადაიცემათ ცესკოს მიერ მიღებული ამომრჩეველთა ბლანკები, რომელიც უნდა შეავსონ და არაუგვიანეს მე-40 დღისა 25 აგვისტო გამოდის, უნდა დაგვიბრუნონ ჩვენ და ამის შემდეგ მოხდება მოკლედ საინიციატივო ჯგუფების რეგისტრაცია და მათი წარმოდგენილი კანდიდატების რეგისტრაციაში გატარება. რაც შეეხება პარტიებს სურვილი შემთხვევაში მათ უფლება აქვთ არჩევნებამდე არაუგვიანეს 30 დღისა წარმოადგენენ როგორც პარტიული სია, აგრეთვე მერობის კანდიდატების და შესაბამისად ეს 3 სექტემბერი გამოდის და იქამდე აქვთ ვადა. ამ ეტაპისთვის არჩევნებში მონაწილეობას ქართული ოცნება, ლელო საქართველოსთვის და გახარიას პარტია იღებს.
ოპოზიციურ პარტიებს გაყალბების მოლოდინი ისევ აქვთ, მაგრამ მათი თქმით ცდილობენ რისკები შეამცირონ და არჩევნება ოპოზიციურად განწყობილი მოქალაქეების ხმა ასახოს. ჩვენ ვღებულობთ მონაწილეობას ადგილობრივ არჩევნებში იმისათვის, რომ გამოვლიტოთ მანდატები ადგილობრივ ხელისუფლებაში მოვიდეს წარმომადგენლები ოპოზიციური, რომ გაკეთდეს საქმე და ჩვენი ქვეყანა, რომელიც ადამიანებმა შეწირენ თავი, რომ ევროკავშირში შევსულიყავით, დღეს მივდივართ, რომ კარგავთ ყველაფერს ფაქტიურად. ჩვენ მაქსიმალურად ვეცდებით, რომ გაყალბება არ მოხდეს ამ არჩევნებში. ჩვენ შევისწავლეთ ტექნოლოგიები, უკვე თავდაცვის მიზნით შეგვიძლია რაც წინა ხარვეზები იყო, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე გამოვასწოროთ ის ხარვეზები. გახარია საქართველოსთვის პარტია ყოველთვის იყო თანმიმდევრული. ანუ თავიდანვე განაცხადეს, რომ მიიღებდნენ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას და ამის მოტივი იყო, რომ ჩვენი მოსახლეობა არ დაგვეტოვებია მხოლოდ ოცნებასთან ერთად არჩევნებში. მუნიციპალური არჩევნები კიდე სხვა თემაა, ანუ კონსტიტუციური უფლება ხალხის და ეს უნდა გამოვიყენოთ ეს უფლება. ხალხმა უნდა გამოიყენოს თავისი უფლება. ეს არ არის ოცნების არჩევნები, ესაა ჩვენი ხალხის არჩევნები, რომ ყავდეს ჩვენი წარმომადგენელი ადგილობრივ ხელისუფლებაში. რა თქმა უნდა, გეგმა არსებობს, ჩვენ ვიმუშავებთ და ვმუშაობთ ხალხთან, არ შეგვიწყვეტია ამაზე. ოპოზიციურად განწყობილ ადამიანებს, რომლებსაც არ მოსწონს ეს ხელისუფლება, ყავდეს წარმომადგენელი თვითმმართველობის მუნიციპალიტეტში, ასე ვთქვათ. ამავდროულად არჩევნებს ბოიკოტს უცხადებს რამდენიმე ოპოზიციური პარტია, მათ შორის ნაციონალური მოძრაობა. ისინი 4 ოქტომბრისთვის სულ სხვა გეგმას აანონსებენ. ერთიან ნაციონალურ მოძრაობას აქვს მკვეთრად ჩამოყალიბებული პოზიცია, რომ არ აპირებს მიიღოს ივანიშვილის რუსულ ცირკში მონაწილეობა. ამის საპირწონედ ჩვენ ადამიანებს ვთავაზობთ ბრძოლას. ეს არის ბრძოლა მათ შორის ეროვნული მოძრაობის შექმნით. იცით თქვენ, რომ პაატა ბურჭულაძეს აქვს ინიციატივა, რომ 4 ოქტომბერს ყველანი, ვინც არ ეთანხმება ამ არჩევნების ჩატარებას, ყველა ვინც ამ რეჟიმის წინააღმდეგ ვიბრძვით, შევიკრიბოთ და შედგეს ეროვნული მოძრაობა, რომელიც აუცილებლად დაამარცხებს ივანიშვილის რუსულ რეჟიმს. დრო ბევრი აღარ დარჩა. განსხვავებული პოლიტიკური მოლოდინებით, მწვავე დაპირისპირების და პოლარიზაციის ფონზე მოახლოებულ არჩევნებამდე ქვეყანას 2 თვე აშორებს. სამართალდამცველებმა მთელი საქართველოს მასშტაბით თბილისსა და რეგიონებში 2 დღის განმავლობაში ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დიდი რაოდენობით უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს. მოსამართლის განჩინების საფუძველზე დაკავებულია არაერთი პირი, რომელთა ნაწილი წარსულში ნასამართლევია. პოლიციელებმა დაკავებულების პირადი საცხოვრებელი სახლების, დამხმარე სათავსოებისა და ავტომანქანების ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოიღეს სხვადასხვა ტიპის ცეცხლსასროლი იარაღები, ასევე საბრძოლო მასალა, მჭიდები, ვაზნები და ჯავშან ჟილეტები. დანაშაულების 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. დღეისათვის სულ ეს გავხდათ, მე მომავალ შეხვედრამდე გემშვიდობებით, კარგად ბრძანდებოდით.